დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობის სხვადასხვა წახნაგზე. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ფაქტორს გულისხმობთ, რომლის გარეშე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია უამრავი ფაქტორი დავასახელოთ, მაგრამ მათ შორის გამორჩეული არის კვება. ყველა ცოცხალი ორგანიზმი იკვებება, რადგან კვება სიცოცხლისთვისება და ამავე დროს კვება არის სასიცოცხლო მოთხოვნილება იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა თავისი ამოცანები შეასრულოს. შესაბამისად, ყოველდღიურად კვება და დღეში რამდენჯერმე საკვების მიღება ინფორმაციად არის მნიშვნელოვანი არა უბრალოდ როგორც სიცოცხლის აუცილებელი კომპონენტი, არამედ იმისთვის, რომ ადამიანმა უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრების ხარისხი. ადამიანმა შეძლოს თვითრეალიზაცია და იპოვოს საკუთარი თავი იმ მრავალფეროვან გარემოში, რომელშიც სხვა სიცოცხლის ფორმებთან ერთად უწევს თანაცხოვრება. დიახ, ჩვენი საკვებიც სიცოცხლის ფორმებია და ასეთ შემთხვევაში მათთან ურთიერთობა ნიშნავს გარემოსთან მუდმივ ურთიერთობას. კვების პროცესი ეს არის უწყვეტი კავშირი ადამიანსა და გარემოს შორის და როდესაც საუბრობთ კვებით შუქნიშანზე, ეს ხო არაფერია თუ არა სურათხატი, რომელიც გვეხმარება იყოს გზამკვლევი იმ პროცესებში, რომელიც კვებას უკავშირდება და მეორე მხრივ ეს იყოს ძალიან მარტივი სიმბოლო იმისთვის, რომ მიღებული ინფორმაცია მეხსიერების სხვადასხვა უჯრაში რაც შეიძლება ეფექტიანად გადავანაწილოთ. ჩვენი კვებით შუქნიშანი არის გადაცემის ტრადიციული ნაწილი, მაგრამ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება? როგორ დაისწავლა საზოგადოებამ კვებით შუქნიშანი? ან რაში გამოადგა მას კვებით შუქნიშანი? ჩვენ გადავწყვიტეთ უკვე დიდი ხანია მიმდინარე სატელევიზიო სეზონის განმავლობაში არაერთხელ შეგვემოწმებინა იცის თუ არა ჩვენმა მაყურებელმა კვებით შუქნიშანი. ან იმ ადამიანმა, ვინც შესაძლოა მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ჩვენი გადაცემა, მაგრამ სამფერი რეკომენდაციები ძალიან ადვილად დაიმახსოვრა. უпростоრად სამფერი სიმბოლოთი გაერთიანებული მრავალფეროვანი რეკომენდაციები. სწორედ ამას ემსახურება ეს რუბრიკა და სწორედ ამ ციკლიდან გთავაზობთ ლუკა ფანქოლაშვილის მორიგ სიუჟეტს. მე ვარ ნიკოლოზ ახვლედიანი და ვარ 10 წლის. მე ვარ დემეტრი ახვლედიანი, ვარ 6 წლის. არჩილ ახვლედიანი. მე ვარ მადონა დადეშვილი, ნიკოლოზ და დემეტრი ახვლედიანების დედა. დაგვხვდა წინ თეთრი მაგიდა, რომელზეც ელაგა პროდუქტები, ხოლო იყო 3 ფერი. მწვანე, ყვითელი, წითელი. ჩვენ დავალაგოთ პროდუქტები ისე, რომ გავიგოთ რომელია სავახშმოთ, ანუ საღამოსთვის კარგი. ჯანსაღი საღამოსთვის, რომელიც უნდა დაგვედო მწვანე ფერზე, ნაკლებად რომელიც არის სასარგებლო ყვითელ ფერზე და ხოლო რომელიც საღამოსთვის არ შეიძლება და საღამოსთვის არაჯანსაღია, უნდა დაგველაგებინა წითელ ფერზე. მნიშვნელოვანია სავახშმოთ ჩვენ ოჯახის წევრებს და ბავშვებს რა ექნება სუფრასთან და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ იყოს ყველაფერი ჯანსაღი. ყველი მოდი მწვანეზე დავდოთ. ნამდვილად არ მეგონა თუ ყველს დადებდნენ მწვანეზე. იმიტომ დავდეთ მწვანე ფერზე, რომ არის სასარგებლო და ბევრცილებს შეიცავს. დიდად თვითონ არ არიან ყველის მოყვარულები. ფაქტიურად არც მირთმევენ. უბრალოდ იციან რომ ძალიან სასარგებლოა. და იციან რომ მამას უყვარს ყველი. ხილს რაც შეეხება დავდებდი მწვანეზე. დავდოთ? დადებინდი. სავსე ვიტამინებით და ჯანსაღი პროდუქტი, ამიტომ აუცილებელია რომ მივირთვათ და ვახშმადაც კარგი ხემსია და ამიტომ დავდეთ მწვანე ფერს. პურის მწვანეზე დავდოთ. კაია მგონი. იმიტომ დავდენ მწვანეზე, რომ ნოყიერია. თევზი დადეს მწვანე ფერზე, თევზი ხშირად მიირთმევა ჩვენს ოჯახში მისი სარგებლიდან გამომდინარე და ძალიან უყვარს და პატივსცემენ თევზს. და სენდვიჩი შევიხოთ და საერთოდ დავდოთ. კაი. დავდოთ ყვითელზე. ჯანსაღ ინგრედიენტებსაც შეიცავს რამდენიმეს და საღამოსთვის კარგია, რადგან ცოტა ნოყიერიც არის. დონატები? დონატი ყვითელზე დავდოთ, აი, იცი რატო? აი, ცოტა სავახშმოთ, კაია ტკბილი რამე. კაი, ყვითელზე დავდოთ. ბევრ შაქარს შეიცავს, თუმცა სავახშმოთ ვაიც კაია, რადგან ზღვის დავთავრება ტკბილით ღირს.
ასევე დონატი მეგონა რომ დადებდნენ წითელ ფერზე, მაგრამ არა, დადეს ყვითელ ფერზე, ხო? ანუ თლად ბოლომდე ვერ გაიმეტეს წითლისთვის და ცოტა სეპარებიან ხოლმე დონატს მაინც. ეს შაქარია, ხო? ეს შაქარს დავდებ აქ, მწვანეზე. კეპწვანე რაღაც წითელზე. შაქარი წითელზე, იმიტომ დავდეთ, რომ ცუდია. ხორცი სავარაუდოდ უფრო ძნელად მოსანელებელია და ჯობია. ხო, მანდ ჯობია, გეთანხმები. საქონლის ხორცი დავდეთ ყვითელზე, იმიტომ რომ ძილის წინ ზოგადად ხორცი ძნელად გადასამუშავებელია. დავდო წითელზე, ხო? აბა დადეს წითელზე, რადგან ნიკოლოზმა იცის რომ შეიცავს კოფეინს, ამიტომ არც სვავს და იციან რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება და არ არის სასარგებლო ყავა, ამიტომ მიუჩინეს წითელი ფერი და ვფიქრობ რომ სწორად მიუჩინეს. ამოდი ის სოსისიც იქ გადავიტანოთ. ეხა სოსები. ნუ ყვითელზე დავდო თქვენ ჯობია. რამდენიმე არაჯანსაღ ნივთიერებებს შეიცავს და ცუდია ჯანმრთელობისთვის ეგეც და წითელ ფერზე დავდეთ ვაკიტო. და ყვითელზე რატო დადეთ თავიდან? ის გვეგონა. ცოტა ჯანსაღი, მაგრამ მე გაგვახსენდა რომ არაჯანსაღი იყო და გადმოვდეთ წითელზე. ფიქრობდი რომ სოსის მიუჩენდნენ წითელ ფერს, იმიტომ რომ მათ იციან რომ არ არის ჯანსაღი სოსისი. თავიდან ყვითელი ფერი რომ მიუთედეს, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ რო შეცვალეს ფერი, მე რაღაცა დამოვისუნთქე, დავისვენე, მივხვდი რომ მიხვდნენ რომ არაჯანსაღია და სწორი ფერი მიუჩინეს სოსის. ფერებმა გაგვემარტივა არჩევანის გაკეთება თუ რომელი პროდუქტები ღირს საღამოსკენ რომ მივირთვათ ვახშავზე. არჩევნის წინაშე რომ დავდექით, კი, ფერებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მარტივად გადაგვენაწილებინა, მაგრამ ცოტა საფიქრებელი მოგვცა. რომელი ფერი ჯობდა? ყვითელი, წითელი თუ მწვანე. მწვანე. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს მის რჩევები და გავითვალისწინებთ აუცილებლად. ჩვენთვის ზოგადად მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების ჯანსაღი კვება და შესაბამისად გავითვალისწინებთ კიდევაც მარია ექიმის რჩევებს და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები. ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი რომ განსაკუთრებით მომწონს და მიყვარს ეს რუბრიკა. მიყვარს ჩემი პროფესიული ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება პრაქტიკულად კვებას და კვების მეცნიერებას უკავშირდება, მაგრამ როდესაც ოჯახურ ისტორიას ვისმენთ, აქ ძალიან ბევრი რამის აღმოჩენა შეგვიძლია. თუ შენიშნეთ სიუჟეტის გმირებმაც ერთმანეთი აღმოაჩინეს, მათ შორის მათი არჩევანიც კი განსაკუთრებით, როდესაც ბატონი არჩილისთვის და ქალბატონი მადონასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა შვილების არჩევანი ყველის სასარგებლოდ. იმ ყველის სასარგებლოდ, რომლის კარგი თვისებები, ღირსებები ძალიან კარგად ისწავლეს, როგორც ჩანს ოჯახური საუბრების დროს, მათ შორის ის რომ ცილის წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მაინც და მაინც არ უყვართ. ასევე როდესაც სოსისთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, მათ შეუცვალეს ფერიც კი, უბრალოდ ზონა შეცვალეს ამ პროდუქტისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ გაახსენდათ ოჯახური შეგონება. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხაზგასმა, როდესაც ყველა პროდუქტის არჩევისას არგუმენტს იშველიებენ. როდის არის პროდუქტი ნოყიერი, რომელი პროდუქტია გამორჩეული თავისი ღირსებებით, რატომ არის მნიშვნელოვანი მაგალითად ასეთ დროს გავითვალისწინოთ რა მოხდება მწვანე ზონაში და რა მოხდება წითელ ზონაში, მათ შორის მაგალითად, როდესაც თევზს ან ხორცს ვირჩევთ. თუმცა ალბათ მიაქციეთ ყურადღება ბატონი ნიკოლოზის შეგონებას, რომელმაც თქვა, რომ ტკბილეულით ნამდვილად ღირს დღის დასრულება. ტკბილეულს გააჩნია რა დოზით, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ზომიერ გაწონასწორებულ კვებაზე, ნიკოლოზ გეთანხმებით, ხანდახან ყოველთვის შეიძლება საკუთარი თავის წახალისება. ხანდახან, როდესაც საუბრობთ პროდუქტებზე, აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი.
რა თქმა უნდა, ვახშმად, როდესაც გეგმავთ პროდუქტებს, ხორცის ძილის წინ მირთმევა კარგი არჩევანი არ არის. მაგრამ თევზთან დაკავშირებით, არა ძილის წინ, არამედ ვახშმად, ბოსტნეულთან მისი გამოყენება, მაგალითად სალათის ფოთოლთან ერთად, მცირე ზომის თევზის ნაჭერი არ იქნებოდა ორიგო არჩევანი, ნაცვლად ხილის დიდი ულუფისა, რადგან ხილი მიუხედავად თავისი უამრავი ღირსებისა, ყველასათვის ერთნაირად კარგი არჩევანი ძილის წინ. მისართმევად არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაწლავი მგრძნობი არ აქვს და შეიძლება დუღილის პროცესი ბევრად უფრო შემაწუხებელი აღმოჩნდეს, მონელების პროცესი ბევრად უფრო შემაწუხებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ის ღირსებები, რომელიც ამ პროდუქტებს აქვთ. მოკლედ, ოჯახური ისტორია ყოველთვის ძალიან მომხიბლავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგრძნობა როგორ ყალიბდება ოჯახში ტრადიცია და როგორ სწავლობენ ამას შვილები. და ჩვენი დღევანდელი საუბარი სწორედ ოჯახურია, თუმცა მანამდე ერთი ძალიან საგულისხმო ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ სულ რამდენიმე წამში. ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე. საუბრობთ იმიტომ, რომ სწორედ ცხოვრების წესით შეგვიძლია ძალიან ბევრი პრობლემა ავიცილოთ თავიდან, ან თუ რაიმე პრობლემა გვაქვს, ამ პრობლემების მართვაში გამოვიყენოთ ცხოვრების წესის ფაქტორები, ჯანსაღი ცხოვრების წესის ფაქტორები. როდესაც ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ პრაქტიკულად თავს ვუყრით ცოდნას, რომელიც ამ მომენტისათვის აქვს მტკიცებით მედიცინას და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანმა უფრო დიდხანს იცოცხლოს, ანუ უზრუნველყოთ ჩვენი დღეგრძელობა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის შედეგი, რაც თანამედროვე კაცობრიობას აქვს. ჩვენ უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე კი არა, კარგად ცხოვრებაც გვინდა. ეს არ გულისხმობს მსუყე ფუფუნებით ცხოვრებას. ეს გულისხმობს ადამიანის ცხოვრების ყოველდღიური არსებობის შინაარსს. ანუ, როდესაც სიცოცხლე არა უბრალოდ დღეებია, არამედ შინაარსიანი დღეები. და ასეთ შემთხვევაში ოჯახს განსაკუთრებული ადგილი აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი მისი მარტოობის შემთხვევაში ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ თითქოს ერთეულები ვართ, მაგრამ იმ მრავალფეროვნების ნაწილი, რასაც ჩვენი ოჯახი და საზოგადოება ჰქვია. ამიტომ ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ჩვენი დღეგრძელობისა და ცხოვრების ხარისხისთვის ოჯახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ამ ოჯახის შიგნით ურთიერთობებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გენეტიკა აქვს საფუძველი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის შიგნით ვყალიბდებით, ჩვენი ოჯახის შიგნით ვიწვრთნებით, ჩვენი ოჯახის შიგნით ვიძერწებით როგორც ადამიანები და ასეთ შემთხვევაში მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ყველაზე და ყველაფერზე აღმატებულია. მშობლებისა და შვილების ის ურთიერთობა, რომელიც არა უბრალოდ ოჯახის შიგნით ურთიერთობებს განსაზღვრავს, არამედ თაობებს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს და საბოლოო ჯამში საზოგადოებას განსაზღვრავს. ნიშანდობლივია, როდესაც ჩვენ საუბრობთ შობადობასა და სიკვდილიანობაზე. სწორედ აი ამ პროცესებს, ბუნებრივ პროცესებს გულისხმობს, როდესაც თაობიდან თაობამდე ადამიანთა შემადგენლობა დედამიწაზე იცვლება. რა თქმა უნდა, ეს არის საერთო სტატისტიკა, მაგრამ ჩვენაირი პატარა ქვეყნისათვის აღმოჩნდა, რომ ძალიან მტკივნეულია ასეთი სტატისტიკა. მტკივნეულია თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის ჩვენი მომავლის სასარგებლოდ არ გამოიყურება ეს სტატისტიკა და მოდით კიდევ ერთხელ შევალოთ თვალი იმას, რაც არ მოგწონს. თვალსაც არ მოსწონს და არ სიამოვნებს, მაგრამ გახლავთ ოფიციალური დოკუმენტი და საქსტატის უკანასკნელი 5 წლის მონაცემების მიხედვით ჩვენ ყოველ წელს გვაქვს პრაქტიკულად ერთი და იგივე სურათი, როდესაც შობადობა უფრო ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა. როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში აჭარბებს ახალშობილთა რაოდენობას. ეს არის ზუსტად ის ბალანსი, რომელიც გვაფიქრებს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, რომელიც კიდევ ერთხელ აქტუალურს ხდის ისეთ საკითხს, როგორიც არის დემოგრაფია. არადა ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ასეთი საკითხები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენს გადარჩენაზე, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული და შეუძლებელია ეს საკითხები დავტოვოთ, უყურადღებოთ, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ
2018 წელს მაგალითად სეზონის გახსნის დროს ჩვენ შემოგთავაზეთ რგოლი, რომელიც ცხადია ჩვენი გადაცემის მიერ არ არის მომზადებული, თქვენ მიხვდებით რატომაც გაუსვი ამას ხაზი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან დინამიკაზე მიუთითებს, რომელიც დღეს პრაქტიკულად არის ძალიან სერიოზული და დამაფიქრებელი რეალობა. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად 1%-ით იზრდებოდა, უფრო სწრაფად, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოსახლეობის საშუალო ასაკის მატებამ, მზარდმა ურბანიზაციამ და ემიგრაციამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობის დინამიკაზე. და მაინც, რამ განაპირობა მოსახლეობის ზრდის ისეთი დრამატული ცვლილება, რომ საქართველოს მოსახლეობის კლების მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ამ შეკითხვაზე უმრავლესობა უპასუხებდა შობადობის კლებამ და ეს პასუხი იქნებოდა არასწორი. მართლაც, 1990-იან წლებში შობადობა ყოველწლიურად 40%-ით მცირდებოდა, რაც 10 წლეულში 210,000-ით ნაკლებ ახალშობილს უდრის. მაგრამ 2005-დან 2009 წლამდე შობადობა 35%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ, ოჯახებს გაუჩნდათ გარანტირებული უზრუნველყოფილი მომავლის იმედი. საქართველოში შობადობის მაჩვენებელი აღემატება მთლიანად ევროპის და ყველა მეზობელი ქვეყნის მაჩვენებელს, გარდა თურქეთისა და აზერბაიჯანისა. მაშა სადამე, რა არის სწორი პასუხი? საერთაშორისო მიგრაცია. საბჭოთა პერიოდში მიგრაციის პროცესი მკაცრად კონტროლდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება, რაც განპირობებული იყო ეთნიკური უმცირესობების ისტორიულ სამშობლოში მასობრივი დაბრუნებით, ეკონომიკური სირთულეებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, სამოქალაქო დაპირისპირებითა და კორუფციით. 1989-2014 წლებში მასობრივი მიგრაციების შედეგად მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. და ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე დამაიმედებელი ნიშანი, რომ მიგრაცია ახლო მომავალში შეწყდება. დროა ყურადღება მივაქციოთ საერთაშორისო მიგრაციის მთავარ მიზეზებს და მის გავლენას საქართველოზე. ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ მიმდინარე კვირაში, რომ განსაკუთრებული თარიღებია, როდესაც ბავშვებზე ზრუნვით გეგმავთ ამა თუ იმ საკითხს. ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული, ასე ქვია იმ ქოლგას, რომელმაც გააერთიანა მიმდინარე კვირაში ესა თუ ის თემა და დღევანდელი ჩვენი თემა უკავშირდება სწორედ ამ კვირეულის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბავშვებისთვის ოჯახური ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი საკითხი. თუმცა ჩვენ ასეთი ფორმულირებით არ დავგეგმეთ დღევანდელი გადაცემა. ცოტა განსხვავებული წახნაგით გვინდა დავინახოთ მოვლენები და დავინახოთ ოჯახურ ჭრილში, მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახის კონტექსტში. და ვიდრე უშუალოდ დღევანდელი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ, მე მინდა გავამხილო თავიდანვე, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ჩემი აღმოჩენა, სრულიად შემთხვევითი, როდესაც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო გარემოში, საყოფაცხოვრებო სიტუაციაში, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს, აღმოვაჩინე ქალბატონი, რომელიც ბევრი ბავშვის გარემოცვაში საოცრად ორგანიზებულად და სიყვარულით ახსავსე დამოკიდებულებით თითოეულ მათგანთან აგვარებდა მათი კვების საკითხებს. და ეს იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა ჩემთვის და იმდენად შთამბეჭდავი, რომ გადავწყვიტე დღევანდელ გადაცემაში სწორედ ის ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, ქეთო ხელაშვილი, მრავალშვილიანი დედა გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქეთო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მიხარია თქვენი სტუმრობა. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. და გავამხილო, რომ თქვენ არ ხართ დიდად სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობის მოყვარული, მაგრამ დღეს სწორედ მრავალშვილიანი ოჯახის თემაზე სასაუბროთ ჩვენთან მოხვედით, რაც ძალიან მიხარია და მადლობა ამისთვის. თუმცა მე არ მოვყვები იმის შესახებ, თქვენ რამდენი შვილი გყავთ და როგორია მათი ასაკობრივი გადანაწილება, მოდით ამაზე თქვენ მოგვიყევით. კი ბატონო, ჩემი შვილები იწყება 21 წლიდან და მთავრდება 5 წლით. დომინირებენ ბიჭები, მხოლოდ ერთი გოგონა მყავს. არ იფიქროთ, რომ გოგოს მოლოდინში ვაჩინე ამდენი ბიჭი. საგულისხმოა, რომ ჩვენ უკვე
გავუმხილეთ მაყურებელს, რომ 5 შვილის დედა ბრძანდებით. მე არ დავარღო პირობას და შეთანხმებას, რომ დეტალებს მამაკაცების შესახებ არ ვამხელ ეთერში, თუმცა აუცილებლად უნდა გავამხილო, რომ სწორედ საუბარში და ჩვენი ურთიერთობის პროცესში, რომელიც ძალიან ხანმოკლე იყო, აღმოვაჩინე, რომ ჩვენი კოლეგის ოჯახზეა საუბარი, ოჯახის უფროსი, ანუ მამა არის ექიმი, მე ან გინეკოლოგი. მაგრამ როდესაც მრავალშვილიანობაზე საუბრობთ, 21 წლის და 5 წლის, საკმაოდ დიდია ასაკობრივი განსხვავება. როგორია შვილებს შორის ურთიერთობა? შვილებს შორის არის ფანტასტიკური ეს სხვაობა, რადგან უფროსებიც გეხმარებიან პატარებთან, თუნდაც წაყვანა-წამოყვანაში, რადგან მე არ ვარ მომხრე, თუმცა ვისთვისაც სხვა გზა არ არის. ძღოლს იხმარენ. მე ვთვლი, რომ სკოლიდან რო გამოდის და ემოციები ცავსიან ბაღიდან პატარა, იმისათვის რომ სწორი საძირკველი ჩაუნერგოთ, საჭიროა რომ მშობელს გაუზიაროს ემოცია. მაგალითად 5-დან ერთ-ერთი მხოლოდ ძილის წინ მიყვება ყველაფერს, ასეთი შემთხვევებიც არის, მაგრამ მინდა მეგობრებთან ურთიერთობას სწორი გეზი მივცე, მინდა პედაგოგთან, სწავლასთან და ასე შემდეგ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა და ამაში ბიჭებს ძალიან მეხმარებიან უფროსები. კეთო, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენეთ, როდესაც თქვით, რომ ერთ-ერთი მხოლოდ ძილის წინ მიყვება თავის ამბებს. ანუ სხვები შეიძლება საუზმეზე გიზიარებენ, ზოგი დღის განმავლობაში რამდენჯერმე. ამას აქვს მნიშვნელობა. ამას აკვირდები, ამას უნებურად მიაგნებ, თუ ეს აუცილებელია მრავალშვილიანი დედისთვის? იცით რა, მე მგონი მათთან ერთად დიდ დროს როცა ატარებ, თავისით უკვე სწავლობ ყველაფერს. თვითონვე გასწავლიან ამ ყველაფერს. ერთმანეთთან ურთიერთობაში რა სწავლობენ ისინი? ერთმანეთთან ურთიერთობაში სხვათა შორის მრავალშვილიანი ოჯახის დადებითი მხარე ეს არის გაყოფა, განაწილება, მეგობრული ურთიერთობა, ზრუნვა ერთმანეთზე, ეს გოგო ისია გადაფოფრილი თავის ძმებზე, ერთ გადაბრუნებულ სიტყვას არ მოთქმევინებს და მათთვის პრინცესაა, რა თქმა უნდა. და აი ეს ურთიერთობები მცირე ასაკიდან თქვენ როგორ აკვირდებით, აი რომ იზრდებიან ეს ურთიერთობები, განმტკიცდება, მიყვებათ მერე ძლიერდება თუ პირიქით? ეს მაგალითის ფონზეც ხდება ეს ყველაფერი, მეც ვყავს ძმები, ჩემ მეუღლესაც და ეს იმხელა სიყვარულია ერთმანეთის, რომ ჯერ ამას უყურებენ პირველ რიგში. მერე არის ის, რომ მაგალითი და როლი და როლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. და ერთმანეთი ამის იმედი რომ არ მქონდეს, ალბათ ვერც ვიარსებებთ და არც გავაჩენდი ამდენს. ამის შიში არ მაქვს ყოველ შემთხვევაში. თქვენ ახლა თქვით ის, რაც განსაკუთრებული ძალაა. მარტო მრავალშვილიანი ოჯახის ზოგადად კი არა, თითოეული მათგანის ზალა ცხოვრების გზაზე, მე იმედი მაქვს მაყურებელი სწორად გამიგებს, მშობლების გარეშეც ერთმანეთისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორები არიან და როგორ შეუძლიათ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება. ამას, როდესაც მშობელი ხედავს, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ჩემი შვილების მაგალითად ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გავაკეთო ის, რომ მათ ერთმანეთი ყავთ და ერთმანეთის სიყვარული ისწავლეთ. თუმცა სირთულეებიც არის. ნებისმიერ ოჯახს აქვს თავისი სირთულე და მრავალშვილიანი ოჯახი თეორიულადაც კი არა თუ პრაქტიკულად ძნელად წარმოსადგენია სირთულეების გარეშე. რა არის ყველაზე დიდი სირთულე, როდესაც ერთ ოჯახში ბევრი ბავშვი იზრდება? ერთ ოჯახში, როცა ბევრი ბავშვი იზრდება, თავარი სირთულე და დატვირთვა მაინც მოდის დედაზე, იმიტომ რომ ეს უნდა აბალანსოს, არეგულიროს, თან მე წარმოშობით კახელი ვარ და ბალანსის დაჭერა ხშირად მიჭირს ხოლმე და მუშაობს საკუთარ თავზე. ანუ მეცადინეობთ ამ ურთიერთობებში, როგორი უნდა იყოს შვილებთან?
ბევრსთან და ჩემი დილა თენდება მაღვიძარას 15 წუთით გადავწევრო კიდე გავიხანგრძლივო სიამოვნება და ამ დროს შემოდის ფიქრები იმას ეს მაისური დაუდო იმას ეს წინ დაუნდა იქ საუზმე გაამზადო წასვლისთვის მოამზადო და ვიფარებ საბანს თავზე ჩაძინება კი არა მაგანკალებს ნერვიულობის გარო ეს ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და ვაი თუ ვერ გავართოთ გახსენდება რომ შეღვიძების დროს პირველია შეღვიძება მე ამ ყველაფერს აკეთებ და მე აღვიძებ შეღვიძების დროს 5 ჯერ მესმის დე მიყვარხარ აი ძილის ფაზაში რო არიან კიდევ აი რაღაცა ღრმაძილის არა უკვე გამოღვიძებული თითქოს მაგრამ მაინც ძილბურანში და დე მიყვარხარ და ეს მესმის ჩემი შვილებისგან და ხო მაძილერებს ამითი წამოვხვდები ხოლმე ეს ენერგიულად და ასევე უფროსი შვილები უკვე მარტო არ დადიან სულ მეგობრებთან ერთად და ისინი რჩებიან ეთო მიყვარხარ იმათი ხმაც მესმის და ამით ვარ ძალიან ბედნიერი მე გეთანხმებით ამაზე მეტად არაფერი გვაბედნიერებს დედებს და მით უმეტეს როდესაც ბევრი ხმა ერთად გვესმის შვილებისგან თუმცა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც საზოგადოებას ადარდებს და აღელვებს ჩვენ ხშირად გვესმის რომ ბევრი ოჯახი ისურვებდა, მაგრამ არ არის მრავალშვილიანი, ან ვერ არის მრავალშვილიანი. ის რომ პატარა ქვეყანა ვართ და უნდა გამრავლდეთ, ის რომ დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს და ნამდვილად შობადობა ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც თქვათ, მისი საპირისპირო პროცესი. სამწუხაროდ ეს ასეა და ჩვენ აღმოჩნდით იმ ერთა შორის, სადაც რიცხოვნება ადამიანებისა მხოლოდ ქვეითდება. უკანასკნელი წლების მანძილზე ეს ტენდენცია საგრძნობია, თვალსაჩინოა, ამიტომ მრავალშვილიანობა გარკვეულწილად არის კითხვაც, ამოცანაც და საკითხიც, რომელზედაც ღირს დაფიქრება და მსჯელობა. თქვენი ძალიან დიდი გამოცდილებიდან და იმ განსაკუთრებული გაკვეთილებიდან, რომელიც შვილებთან ურთიერთობაში გაქვთ. რა არის დაბრკოლება იმისა, რომ თქვათ, ოჯახები ვერ ახერხებენ ბევრი შვილის სკოლას? აქ მე ვარაუდობ, რომ მაინც ერთადერთი და რაღაც ერთი მიზეზი არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც აი რომ გადავხედოთ. ეხლა სხვის მაგერად ცხადია, რომ მიჭერს ვისაუბარი და მე მხოლოდ ჩემი საკუთარი გამოცდილებით და რჩევებით მინდა ვისაუბრო. მე გაგიკვირდება და 3 წელი არ მყავდა შვილი. ყოველთვის ძალიან მინდოდა და პირველი 3 წელი არ მყავდა და ამას ისე მძაფრად განვიცდიდი. თეთო ეს იყო მაპროვოცირებელი იმის, რომ შემდეგ უკვე არ ვიცი, შეიძლება ქვეცნობიერად იყო. არ ვიცი. იმდენი ხანი ელოდებოდით და ესე გინდოდათ. 3 წელი არ მყავდა, მაგრამ როცა კი დავაჯერე თავი, რომ სხვა მისია დამაკის რამე ღმერთმა და აუცილებლად ყველა ადამიანში არის ეს, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაც უკეთ შეიძლება რომ აკეთო, ამ მისიას გიგზავნის და რომ დავიწყე დაფიქრება, რომ ნეტა უკეთ რა შემიძლია გავაკეთო, აი სწორედ მაშინ მოვეშვი ფსიქოლოგიურად და მაშინ მომცა პირველი შვილი. ასე ხო ველოდებოდი. ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვი მასთან. ანუ გავიმეტე და თქვა 10-რაზე თუ მიმყავდა, არა დედა ნემს არ გაგიკეთებენ და ამ გზას ვითომ ვიცავდი და ფაქტის წინაშე ვაყენებდი, მაგრამ ნემსის გაკეთება იმდენად ამაღელვებელი არ იყო, როგორც ალბათ ბავშვი დიდი თვალებით რომ გიყურებს გინდობა და უცბად ამ ხელაքը მასშტაბს ხო არ აქვს მნიშვნელობა ტყუილის მისთვის და რეალურად დედა ასწავლი ტყუილს. ნარჩენებზე გამოვასწორე და შესაბამისად ამ უფროს უსრულებ ყველაფერს, რაც შემიძლია. ბევრად მეტად ვემსახურები და ბევრად მეტის უფლებას ვაძლევ და ისინი გაოცებული მიყურებენ დანარჩენები, თუმცა ვერ ვიტყოდი მთლად, მაგრამ მაინც როგორც უფროს ძმას ისე შესწერის ყველა. ის ცოტათი პატარა როა ისიც. ასე. სხვათა შორის თქვენი ისტორია არის ძალიან საგულისხმო, იმიტომ რომ როდესაც ქალი ელოდება შვილს და ძალიან უნდა რომ შვილი ჰყავდეს, თითქოს ყველაზე და ყველაფერზე აღმატებულია ეს სურვილი. და მე, როდესაც უკვე დედა ხდები, ძალიან
კარგი რამ თქვით თქვენ და სწორად თქვით, როდესაც რა შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი გააკეთო და რა არის ის, რაც ყველაზე კარგად შეიძლება გააკეთოთ. თქვენ ძალიან დაუსტატდით ამ საკითხში, იმიტომ რომ მე ვნახე მაგალითად თქვენ როგორ უკეთებთ ორგანიზებას, ბავშვების კვებას. თქვენ მე ვერ მხედავდით იმ მომენტში. თქვენ უბრალოდ თქვენს ჩვეულ საქმიანობას ეწეოდით და როგორც სხვა დროს ანაწილებდით ხოლმე, ჯერ რომელმა მიირთვას, მე რომელმა ანუ გამოიცვალოს ადგილი, დაუთმოს ადგილი თავის დედმამიშვილს, შემდეგ მეორე პარტია და ასე შემდეგ. როგორ უნდა გავითვალისწინოთ, ვის რა უნდა, როგორ უნდა, რამდენი შეჭამოს, არავინ დარჩეს ყურადღების მიღება. მე ამის დანახვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოსულიყავი და გამიცანით. თუმცა, რასაც ახლა მე გკითხავთ, ეს არის ძალიან ბევრი ოჯახისთვის მტკივნეული თემა. ეკონომიკური ფაქტორი არის შეიძლება იყოს ოჯახებისთვის დაბრკოლება? მიმაჩნია, რომ დაბრკოლება, როცა გინდა ბევრი შვილი ყავდეს, მაინც არ არის. როცა აი დედას მინდა მადლობა უთხრა საკუთარ დედას. რომ მადლობა ღმერთს პირველ რიგში, რომ დედად ეს ადამიანი შემირჩია და რაც დრო გადის, უფრო აღფრთოვანებული ვრჩები ამ ადამიანს. თუმცა არ ვაკნინებ თქვა ბებიებს, მამიდის დედამთილით საკუთარი ბებია მეგონა, არ ვაკნინებ თქვა მამიდას, დეიდას, ბიცოლას, ანუ მაგალითს და ჩემ ჩართულობას ჩემ ცხოვრებაში. და რატო დაუბრუნდები ისევ დედასთან ერთად ვინც იყო აქტიური ჩემ ცხოვრებაში, ჩამოვთვალე რო არ გამოჩ. რძალი კიდევ უფროსი ძმის ცოლი, რომელიც მე ვიყავი 6 წლის როცა მოვიდა, მეორეც ყავს არაჩვეულებრივი, მაგრამ იმასთან რაღაც ზედური ის მაქვს. დედა მასწავლა ღმერთის ყველგამყოფობის შეგრძნება. არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ამას და მე იმდენად მივენდე უფალს ყველაფერში. და იმდენად მჯერა, რომ რამდენსაც გაძლევს, მე კიდე გავაჩენდი, მაგრამ ჯერ არ ჩანს. რამდენსაც გაძლევს. არ ვიცი პრინციპში, ასაკიდან გამომდინარე უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ღმერთი თუ გაძლევს ეს რო ზიდო, ეს ტვირთი, ამის აი მაგალითს მოვყვები. ყველა ადამიანს ერთი ყავს თუ 100 შვილი, ყველა სჭირდება თავისი პირადი სივრცე და დასვენება. ეს რადგან ყოველდღიურ ჩემი რეჟიმიდან ამოვარდნილია, რაღაც გარკვეული პერიოდის მერე მივდივარ დასასვენებლად. 48 საათი მძინავს იქიდან, მარტო მაჭმევენ და ვაგრძელებ ძილს. მე როცა ვრეკავ, აი 5 დღე ან რაღაც ესეც წასული ვარ და ვრეკავ ვიდეო თვალით, ვხედავ დედა ჩემს გაფითრებულს, გადაკანებულს, ძირითადად ყველა მოისაზრება დამტოვებლად. მაგრამ დედა მთავარი ბირთვი და დამხმარე მყავს. ამ დამხმარეს ორივეს აქვს შეშლილის სახე. როცა ვრეკავ, ვატყობ, რომ უკვე აღარ შეუძლიათ. თუმცა საქმე ყველაზე გადანაწილებულია. რომ ჩამოვდივარ ისეთი სიჩქარით მირბიან, რა საათიც არ უნდა იყოს. ისეთი სიჩქარით, რომ შუაღამეს რომ ვჭდე, დიახ, 4 საათზეც გაგწევლან სახლი და როგორი მგზავრეო არ უკითხავთ. აი რომ ვჭდები, მან ხვდები, რომ ეს მთლიანი ტვირთი გაწევს შენ და ამას ზიდა უპრობლემოდ. ანუ უფროსი შვილის გაზრდა ერთი როცა იყო, უფრო მიჭირდა და უფრო მეგონა რომ დაღლილი ვიყავი, თუმცა ჩემი დედამთილი ძალიან მიწყობდა ხელს, რომ პატარა რადგან ვიყავი ასაკით, მაინც ყველანაირად მიწყობდა ხელს, მაგრამ მაინც ყოველს დაღლილი იქ ვიყავი და ამ დროს ძალიან ნათლად ხედავ, როგორც ნაცარქექიაში ძაფებით უჭირავს ღმერთს ზემოთ შენი ტვირთი. არ არსებობს ყველა ადამიანს ვისაც შვილის გაჩენა უნდა აძლევს ძალას, აღზრდის საშუალებას, დედის ლოცვებში არის კიდეც ეს, რომ მოგცეს ძალა და საშუალება. ძალიან დიდი მადლობა, ქეთო, რომ მსგავს თემებზე ჩვენთან გადაცემაში ისაუბრე.
მე უნდა გავამხილო რომ კეთო პირველად აი მე ცოტა ვღელავდა უკაცრავად ამაზე. პირიქით ზუსტად ეს იყო თქვენი სტუმრობის ხიბლი. პირველად არის ეთერში. უნდა გავამხილო რომ ცხოვრებაში პირველად გაიკეთა ადამიანმა მაკიაჟი. არ არის ამის მოყვარული და პრინციპში ძნელად წარმოსადგენია ხუთიშვილის დედა, რომელიც რაღაცნაირად სხვანაირად ანაწილებს დროს, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ, რომ დღეს მოხვედით ჩვენთან. სწორედ ჩვენს გადაცემაში, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ისაუბრეთ იმ განსაკუთრებულ სამყაროზე, რომელიც აი ამ სტატისტიკური მონაცემების მიღმა იმალება 5 შვილი ერთი მინდა რომ აქვე თქვა მე ვერ გავამხელ მათ სახელებსა და გვარებს, მაგრამ მე ძალიან ესეთი ნაყოფიერი მეგობრები მყავს. თუნდაც მეზობელი, ჩემ მეზობელს ყავს 5 შვილი, 4, მე 3-საც 4, მეგობარი მყავს 2 ულამაზესი, რომელსაც ყავთ 4 შვილი. ეს მე მაკიაჟი უბრალოდ არ მიყვარს, თორე ვაიშინებთ ვინმეს რომ დრო არ ექნება ამისთვის. არა, მე ვიგულისხმე თქვენი ინდივიდუალური მახასიათებელი ამ შემთხვევაში. ერთი თხოვნა მაქვს კიდე ყველა მშობელთან. ბალანსი ყოველთვის საჭიროა ყველაფერში. აი ამ პატრიოტულ ნოტაზე მინდა დავამთავრე და ვთხოვო რომ აქ არ დაიჭირონ ბალანსი. აი თუნდაც ჩემი პატარა შვილის მაგალითზე უკითხავ, რაღაც ყველაფერს შერჩევით, იმის ცხოვრებას, ამის ცხოვრებას, ზღაპრებსაც გადავწყვეტებით ხოლმე, ერთი დღე გვაქვს ლექსების საქართველოზე და არ გავწვირი სალსაკლდაებსა, სხვა ქვეყნის სამოთხეზე და დაგანცხრომით და გადავედი ბოლოს, რაღაცა ძალიან როლს შევიჭერი, ყველამ დაიძინა, ესეც უკვე მინაბულია და გადავედი უკვე ჩემ εμაზე სტიქიაში და უკითხავ, ვაი თუ მოვკვდე ლოგინში წყნარად და გავაგრძელე და არ მსურს ასე სიკვდილი, მე მინდა ბრძოლიტყვი და ბავშვი გაფართოებული თვალებით მიყურებს, წამოხდა აღარ ეძინება. მეგონა რომ რაღაც სასწაული ჩავიდინე, ეს არასოდეს აღარ დაიძინებს თქვა და გადავედი ტოპოტიპის ზღაპრებამდე დავედი და ვანუ გეშებ რაღაც უმარტივე. წამოხდა და მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და დავიცავ საქართველოს მითხრა და მინდა რომ ეს ყველა მშობელმა გაუღვევოს თავის შვილს, რათა ბედნიერად გვეცხოვრებოდეს ისევ ჩვენ და კომფორტი შექმნან არა საქართველოსგან მოითხოვონ კომფორტის შექმნა, რომ თვითონ იყვნენ კომფორტის შემსრულებლები საქართველოსთვის. მადლობა ქეთო დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ მრავალშვილიანი 5 შვილის დედა ქეთო ხელაშვილი და მე არ გემშვიდობები, წინ გველოდება კვებით შუქნიშანი. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც კვებას ოჯახის კონტექსტში განვიხილავთ, იმიტომ რომ ეს არის ის სივრცე, სადაც უამრავი ტრადიცია ყალიბდება და სადაც პირველი გაკვეთილებია კვებასთან დაკავშირებით. სიცოცხლის პირველ დღეებში, ურთიერთობის პირველ დღეებში, განვითარების პირველ ეტაპებზე და ასე შემდეგ. თავად ოჯახის ჩამოყალიბება გულისხმობს სულ ცოტა ორი ადამიანის კულინარიული და სხვადასხვა ტიპის ტრადიციების გამთლიანებას. როდესაც ოჯახებიდან მოგვაქვს ნასწავლი, ოჯახებიდან მოგვაქვს ჩვენი კვებითი ჩვევები, კვებითი მოდელები, უპირატესობები, რომელიც წლების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა და სწორედ მათი ურთიერთშეხამებით, ურთიერთშერწყმით ყალიბდება ახალი ოჯახის კვების მოდელი, რომლის ფარგლებში, რომლის წიაღშიც იზრდება და ყალიბდება უკვე ჩვენი შვილების დამოკიდებულებები კვების მიმართ. განსაკუთრებულია მრავალშვილიანი ოჯახი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მოდელებზე და მაგალითებზე, რასაკვირველია, ჩვენი შვილებისთვის ვართ მაგალითები. და ძალიან ხშირად ფსიქოლოგები საუბრობენ როლურ მოდელებზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ერთი ოჯახის ფარგლებში ჩვენ ვლაპარაკობთ მშობლების როლზე, მათ შორის ბებია-ბაბუების, ანუ უფროსი თაობის გავლენასა და თანატოლების, ან თითქმის თანატოლების გავლენას. თუ ჩვენ საუბრობთ დედმამის შვილებზე, მათი ურთიერთობა შეიძლება
კვების ფარგლებში ყველაზე თვალსაჩინო იყოს. მათი ურთიერთ დაპირისპირება ან შეხმატკბილებული ურთიერთობა, მაგალითად ტრაპეზის დროს. ეს ადვილად ამოსაცნობია ნებისმიერი ოჯახის ფარგლებში, ისევე როგორც ურთიერთგავლენა საკვების არჩევისას, საკვებზე უარის თქმისას, საკვების მიმართ სიყვარულის ჩამოყალიბებისას და ასე შემდეგ. ამიტომ მრავალშვილიანი ოჯახი არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სადაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას. მაგალითად, კვებითი ჩვევა, რომელიც ქმნის ბავშვებში მუდმივად უარყოფით ბალანსს ან მუდმივად დადებით ბალანსს. როდესაც ბავშვებს იმაზე მეტ ენერგიას ვაწვდით, ვიდრე ისინი ხარჯავენ, ან იმაზე ნაკლებს, ვიდრე მათ სჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში სასწორი შეიძლება იყოს ერთ-ერთი დამხმარე საშუალება იმისთვის, რომ შევაფასოთ, რამდენად კარგად და სწორად მივდივართ. თუმცა ძალიან ხშირად წონა არ აღნიშნავს და არ აღწერს ბავშვის ორგანიზმის რეალურ სურათს ან მისი სხეულის რეალურ შემადგენლობას და ასეთ შემთხვევაში ცხოვრების წესის ფაქტორების დანერგვა იმისთვის რომ ნორმალური წონა, ნორმალური ძილი, ფიზიკური აქტივობა და მრავალი სხვა მდგენელი ცხოვრების წესისა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა იყოს დაცული, გულისხმობს იმას, რომ ოჯახში როგორც არსად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთო ჩვევების გამტკიცებას. რა არის საერთო ჩვევა? საერთო ჩვევა არის მაგალითად საკვების მიღების დრო. როგორ ყალიბდება კვების რეჟიმი ოჯახში? მაგალითად, რომელ საათზე საუზმობენ თუ არა, არის თუ არა ხემსის ტრადიცია, რას გულისხმობს სადილი? ეს არის მსუყე სადილი დღის განმავლობაში, მსუყე კვება დღის განმავლობაში, თუ ეს არის დანაყრება უშუალოდ ძილის წინ, ანუ ვახშამთან გაიგივებული მსუყე კვება. რა არის მაგალითად ულუფის კომპონენტის სახით? ეს არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. როდესაც ჩვენ ამასაც ჩვევად ვაყალიბებთ. ან როდესაც დიდი თებში დატვირთული საკვებით კარგად უნდა მოაპრიალოს, ან მცირე ულუფა, რომელიც შესაძლოა არც ყოფნის ბავშვს და ვერც დაიჩივლოს. ან შეიძლება იყოს კარგი დაკვირვების შედეგად მისთვის შერჩეული ოპტიმალური ულუფა. ეს ყველაზე კარგი არჩევანი იქნებოდა, იმიტომ რომ რამდენი შვილიც არ უნდა იყოს ოჯახში, ყველა განსაკუთრებულია და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე სჭირდება გასახების მოძებნა რეჟიმთან დაკავშირებით, ულუფასთან დაკავშირებით და საკვების არჩევასთან დაკავშირებით, რაციონთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთო ჩვევები, რომელიც მე უკვე გითხარით, რომელიც ყალიბდება მაგალითად კვებისა და ფიზიკური აქტივობის კავშირთან მიმართებაში, როდის ვიძინებთ, როდის ვარჯიშობთ თუ არა, როდის ვიკვებებით, რამდენს მივირთმევთ და რას მივირთმევთ. წყლის დალევის წესი და კულტურა რამდენად დამკვიდრებულია ოჯახში. რამდენად ახალისებს ამას უფროსი და რამდენად წამახალისებელია ეს დედმამის შვილებს შორის. მაგალითად, ალკოჰოლთან დამოკიდებულება შეიძლება იყოს ზუსტად ის ტრადიცია, რომელიც შვილების რაოდენობის მიუხედავად ყალიბდება ოჯახში და შეიძლება ყველა მათგანის ცხოვრება შეცვალოს ან უმრავლესობა მათგანის ცხოვრება შეცვალოს სწორედ ალკოჰოლთან ადრეულ ასაკში დამეგობრება. ტკბილეულის მოხმარების გადაჭარბებული მოხმარების ჩვევა. ესეც შეიძლება იყოს ოჯახური ისტორია და მათ შორის დედმამიშვილების ერთად ტკბილეულის გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს, რომელიც განამტკიცებს ამ ჩვევას. ისევე როგორც მლაშე საკვების მოხმარებას, ისევე როგორც სუნელებით შეკაზმული საკვების მოხმარებას, ისევე როგორც ცხიმით დატვირთული საკვების მოხმარებას. მაგრამ მე დაუბრუნდები სამ გაზახებს, რომელიც ოჯახში ჩამოყალიბებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალშვილიან ოჯახში. რეჟიმი, ულუფა, რაციონი. ეს უნდა იყოს ის არჩევანი, რომელიც სამართლიანობას განუმტკიცებს ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით ბავშვებს. მრავალშვილიან ოჯახში ყოველთვის არის რისკი, რომ თუ არ არის ყოველას ინტერესი გათვალისწინებული, დაირღვეს რომელიმე მათგანის რეჟიმი, არ იყოს გათვალისწინებული მისთვის სასურველი ულუფა და მისი საყვარელი რაციონი. ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო თემა. როდის, რამდენი, რა. და კიდევ ერთი. როდესაც ჩვენ საუბრობთ საკვებთან დაკავშირებულ და კვებასთან დაკავშირებულ სამ გასაღებზე და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მრავალშვილიან ოჯახში, არ უნდა დაგვავიწყდეს ცნება, რასაც ქვია
პირადი სივრცე, პერსონალური ტერიტორია, პირადი ტერიტორია. ტერმინს არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს მაგალითად საყვარელ სკამს. მაგიდასთან რომელ კუთხეში უყვარს დაჯდომა. თუ ერთმანეთს ვერ უთანხმდებიან, სასურველია რომ ასეთ დროს ყველა მიიღოს მონაწილეობა იმისთვის, რომ დადგინდეს შიდა ოჯახური ტრადიცია და წესი, როდესაც ჩვენ ერთად ტრაპეზის შემთხვევაში ზუსტად ვიცით, სად უნდა დავსხდეთ. არა იმიტომ, რომ ეს არის ავტორიტარული მიდგომა, არა, იმიტომ რომ რომელიმე შვილს არ ქონდეს დაჩაგრულობის ან არასამართლიანობის განცდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაზე თვალშისაცემი შეიძლება აღმოჩნდეს ჭურჭელთან დაკავშირებით. ყოველთვის არის ხოლმე, გაიხსენეთ ბავშვობა, ყოველთვის არის განსაკუთრებით საყვარელი თებში, ჭიქა, ან ისეთი ნივთი ჩვენი საოჯახო არსენალიდან, ისეთი ფრაგმენტი ჭურჭლისა, რომელიც განსაკუთრებით მოგწონს და ხიბლავს, რომელიც ჩვენს ბავშვობასთან არის ასოცირებული და წლების და 10 წლეულების განმავლობაში გვახსენებს იმ განსაკუთრებულ ემოციებს. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ მრავალშვილიან ოჯახზე, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ყველასთვის საკუთარი ჭიქის, თეფშის, ლამბაქის არსებობას. თანაც ისე თუ მათ შორის არსებობს დავა, ეს დავა უნდა იყოს აუცილებლად მოგვარებული. ეს არის თეორიული ნაწილი. ოჯახში ამის გაკეთება თქვენ ალბათ მისმენთ და ფიქრობთ, ყოველთვის ასე ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. იმიტომ რომ მრავალშვილიანი ოჯახი ეს არის მრავალრიცხოვანი სახელმწიფო, სადაც ძალიან კარგად უნდა იყოს ორგანიზებული ეს ყველაფერი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ თეფშზე, მისთვის გამოყოფილ სკამზე, თუ გნებავთ მარტო იმ კომპონენტებზე დამოკიდებული, რაც უკვე ვახსენე. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმისთვის, რომ სამართლიანობა კვებაში არ დაირღვეს, ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებები, რომელიც სხვადასხვა ნიშნით ვლინდება და განსაკუთრებით ვლინდება მათი გემოვნების ჭრილში. რა თქმა უნდა, არსებობს საერთო ტრადიციები, არსებობს საერთო ჩვევები, არსებობს საერთო კულინარიული გემოვნება, რომელიც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ, მაგრამ არის ინდივიდუალური თავისებურებები და ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს გრძნობათა ორგანოებს. როგორ აღვიქვამთ ჩვენ ნებისმიერ პროცესს, ნებისმიერ მოვლენას და მათ შორის საკვებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ კვება არის პროცესი, ხოლო საკვები არის ინფორმაციით უზრუნველყოფა და ამ ინფორმაციას, რომელიც ჩვენსავით მატერიალურია, ყველა გრძნობათა ორგანო პრაქტიკულად ერთდროულად აანალიზებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ ორგანოთა თავისებურება განსაზღვრავს იმას, ჩვენ როგორ აღვიქვამთ სამყაროს. მრავალშვილიან ოჯახში შეიძლება ყველა ბავშვის თავისებურება ძალიან კარგად დავაკვირდეთ. შეიძლება კი არა, უნდა დავაკვირდეთ იმისათვის, რომ აი ეს განსხვავებული აღქმა არ გამოგჩეს მხედველობიდან. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, რამდენად მამაცები არიან მრავალშვილიანი ოჯახის მშობლები, რომლებიც ამის აღქმას ახერხებენ და შემდეგ ამ ინფორმაციის შესაბამისად შვილებთან კვებითი ურთიერთობების აწყობას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის მაგალითად ბავშვის გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი არჩევანი, რომელიც უკავშირდება მათ ინდივიდუალურ თავისებურებას და ეს თავისებურება სრულად დაშიფრულია, იმიტომ რომ ეს უკავშირდება ნაწლავურ პასპორტს. ჩვენ მიუხედავად ჩვენი მრავალფეროვნებისა სამყაროში ძირითადად სამი ტიპის ნაწლავს ვატარებთ და ნაწლავური პასპორტი მთლიანად დამოკიდებულია იმ უხილავ ორგანიზმებზე, რომელთა არსებობა ნაწლავის შიგნით განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობასაც, ღირსეულობასაც, ცხოვრების ხარისხსაც და მრავალ ფაქტორსაც. და სწორედ ამ ნაწლავური პასპორტით განპირობებული არჩევანი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოჯახის შიგნით, რომელსაც ძალიან ხშირად უნდა მოერგოს ჩვენი კულინარიული და კვებითი შეთავაზება. ეს უდავოდ ძალიან რთულია, როდესაც ბავშვები არიან მრავალშვილიან ოჯახში. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სწორედ ნაწლავი არის განსაზღვრელი იმისა, როგორ გუნებგანწყობაზე იქნებიან ჩვენი შვილები, როგორ შეითვისებენ ამა თუ იმ ნივთიერებებს, როგორ გავლენას იქონიებს ნაწლავში მიმდინარე პროცესები მათ თავის ტვინსა და ნებისმიერ სისტემაზე და თავის მხრივ. ყველა ის ემოცია, რომელსაც განიცდიან ჩვენი შვილები, ყველა ის შთაბეჭდილება,
რომელსაც მიიღებენ ჩვენი შვილები, როგორ აისახება მათ თავის ტვინზე, როგორ კვალს დატოვებს მათ ნერვულ სისტემაზე და შემდეგ ეს ყველაფერი როგორ გავლენას იქონიებს ნაწლავზე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ნაწლავ ტვინის ღერძი. და მიუხედავად ყველაფრისა, არ დაგვავიწყდება, რომ წონასწორობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. წონასწორობას ურთიერთობებში, წონასწორობას დამოკიდებულებებში, წონასწორობას ნაწლავში და ნებისმიერ იმ პროცესში, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს და შესაბამისად გაწონასწორებული, დაბალანსებული კვება არის ის ოპტიმალური არჩევანი, რომელიც ოჯახის შიგნით ამიცაც განსაზღვრავს და შემდეგ ამ ოჯახში გაზრდილი მრავალშვილიანი ოჯახის ფარგლებში ჩამოყალიბებული ბავშვების ცხოვრებაში უკვე მათ ოჯახებშიც განსაზღვრავს ამიც. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სათქმელი, განსაკუთრებული სათქმელი ბავშვთა ჯანმრთელობის კვირეულის პარასკევს, როდესაც ყველა ბავშვის ჯანმრთელობა ოჯახის თანადგომით და ოჯახური ურთიერთობით შეიძლება გაიზომოს. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.